24 წლის ნინო ქემაშვილს შვილი ჩამოართვეს 2 წლის გიორგი ბეროზაშვილი ბავშვთა სახლში გაიზრდება. მიზეზი ოჯახური ძალადობაა. სოციალურმა მუშაკებამ მშობელზე დაკვირვების შემდეგ დაადგინეს, რომ მას ბავშვის გაზრდა არ შეუძლია. საქმის მასალებში წერია, რომ 2 წლის გიორგი გულმკერდის არესა და სახეზე ხშირად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. არსებობს ეჭვი, რომ დედა შვილს სასტიკად სცემდა. საქმე ახლა სასამართლოშია. პირველი პროცესი დღეს თბილისის სააპელაციო ინსტანციაში გაიმართა. დაბაწნორში იქ, სადაც 2 წლის განმავლობაში გიორგი ძალადობის მსხვერპლი იყო, ბრალდებებს უარყოფენ. თემის დეტალებში გარკვევას დღეს ლილი გოგოხია შეეცადა. ვრცლად რეპორტაჟი ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღეს საღამოს 8 საათზე. ჩაიფსა. ხოდა უნდა გამეცვალდა რა და უნდა მიბანაუნა აბსოლუტურად და მე შემოვიდნენ პოლიციელები რა. მეგონა ყოლელობა ჩავიდინე. ხოდა ბავშვნა მეუთხარ რა მეთქი ჩემ შვილს არ გაგატანმკე მეთქი. ცოცხალ თავით არ გაგატანმკე. აი თუ არ გამატანაო, ძალად წაგართმევკეო. ხო, კარგი, ხო მე გამომგლიჯეს ხელიდან წაიყვანე, ჩაჭყუნე. ბავშვის მიმართ გარკვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, რომ საქმე ეხებოდა არასოციალურ ინტერესებს, მშობლის მიმართ მოთხოვნილი იქნა მშობლის უფლებების გარკვეული ნაწილის შეზღუდვა. ეს შეზღუდვის ფარგლებში არ მოიაზრება მშობლის ვალდებულებები და მათ შორის ვალდებულება და უფლება ურთიერთობა იქონიოს, აღღაზრდოს მისი შვილი. ამ ნაწილში ჩვენ არ ვერევით მშობლის უფლებებში, უბრალოდ დარწმუნების მომენტამდე, ანუ სასამართლო გადაწყვეტილებამდე, რომ ბავშვი განთავსებულიყო ნეიტრალურ პოზიციაში და აცილებული ყოფილიყო რისკი.